უკვე 7 წელია ხმებს ვისმენ. განსაკუთრებით მომრავლდა ის ახალგაზრდებში, მუდმივი ხმაური იწვევს დეპრესიას, პაციენტები სუიციდსაც კი მიმართავენ. არა, ბეთხოვანზე რო არ თქვა, შემიძლია. შოკში ვიყავი, ორივე ხურში მესმოდა საშინელი რესტორნებში მუსიკა. ეს არის საშინელება კურსასმენები. ეს არის 21 საუკუნის ნამდვილი კატასტროფა. ბავშვებში აივ ინფექციის ერთ-ერთი პირველი გამოვლინებაა ხოლმე შუაყურის მორეციდივე ანთება. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არ გახდათ ტექნიკური ხარვეზი და არც მონტაჟის ხარვეზი, ეს არის ხმა, რომელიც სოფლიოში დაახლოებით 900 მილიონ ადამიანს ესმის, ანუ თითქმის მილიარდ ადამიანს და ეს არის ტინიტუსი. მოკეთ ვერ ვიქნები ობიექტური, როდესაც ამ დაავადებაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ მე უკვე 7 წელია ამ ესე ვთქვათ ხმებს ვისმენ ყოველდღიურად, ყოველ წამს, ყოველთვის, როდესაც სიჩუმეში ვარ და არა მხოლოდ არის პერიოდები, როდესაც სიჩუმის გარეშეც მესმის ეს ხმა. არის საკმაოდ ხმამაღალი და გადამფარავით პრაქტიკულად ყველაფრის, რაც იმ პერიოდში მესმის. დღეს ეს არის პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა და დღეს მე ლაშა გულბიანი, მაია ბუწაშვილი და კლინიკა ნეოლაბის ჩვენი პოდკასტის სპონსორის, ყელის ყურისა და ცხვირის სპეციალისტი ნინი ბესიაშვილი ვილაპარაკებთ ამ სიმპტომზე. და არ არის დაავადება, ხო ეს ნინი? შეიძლება მოიხსენიებენ, რომ ეს არის სიმპტომი ან ნიშანი რაღაცა ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე რაღაცა პრობლემის და მისი გამოწვევი ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს. რას გვეტყვი ამ საშინელ ხმაზე? ეს შეიძლება წუვილიც იყოს, შუვილიც იყოს, ღრიალის კი შეიძლება იყოს, ბევრი ამას, რა ვიცი, მუსიკალურ რაღაცა ნოტებსაც კი ამს გავსებს და მოკეთ უწევს თელი ცხოვრება პრაქტიკულად ამასთან ერთად ცხოვრება. რას გვეტყვი და პირველ რიგში ფიქრობ თუ არა, რომ ეს არის ხმა, რომელსაც ვერ გავუმკლავდებით და თელი ცხოვრება მოგიწევს ბუსმინად. ძალიან კარგი კითხვები და მისვე რეალურად ტინიტუსი თავიდან სანამ დავიწყებთ ლაპარაკს აღწეროთ რა არის ტინიტუსი. სწორად აღნიშნა, ეს შეიძლება იყოს წვილი, შუილი, არის აღწერილი შემთხვევები, როცა ხალხს ესმის უბრალოდ სიმღერა, რაღაც ერთი და იგივე მელოდია მუდმივად, რომელიც ნამდვილად არ არის სასიამოვნო, იმიტომ რომ პერმანენტულად სულ ერთი და იგივეს მოსმენა ხდება. ზოგადად სიხშირე არის ძალიან დიდი, აი მხოლოდ ამერიკის მაგალითზე ვავიღოთ, დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა და აქედან 2 მილიონს იმდენად მძიმედ აწუხებს, რომ კიდევ სხვა გართულებები არ 50%-ია მე რაც ნახე ხა ბოლოს სტატისტიკა სხვადასხვა კვლევების გამოთვლების პრევენცია სოფლიოში 14% ან დაახლოებით მილიარდია და სხვა. საქართველოზე რამე გვაქვს? საქართველოზე ეს სტატისტიკა არ მოგვეპოვება, თუმცა აი პირადი გამოცდილებით ჩემ კოლეგებთან საუბრით, საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან მსგავსი პაციენტები, განსაკუთრებით მომრავლდა ის ახალგაზრდებში. ზოგადად იყო ხოლმე ესეთი მიდგომა, რომ ეს ტინიტუსი არის ასაკოვანი ადამიანების დაავადება, ის ერთადად ჩნდება 60 წელს გადაცილებულ ხალხში. კი, წნევა, მაგრამ ყოველთვის იყო ხოლმე კითხვა, რომ წნევა ხო არ გაწუხებ და მსგავსი მე მიწვის. ზოგადად ტინიტუსი ცხოვრებაში ერთხელ ალბათ ყველას გამოგვიცდი, აი თუნდაც ნერვიულობის დროს, აი რაღაცაზე როცა ნერვიულობს ადამიანი, ის გაბმული წვილი ესმის ხოლმე, მაგრამ ეს ქრება თანდათან. ხოლო იმ ადამიანებში, რომელსაც პერმანენტულად აწუხებს ეს, მათთან საწყოდ ეს არ ქრება და სწორად აღნიშნე, ტინიტუსი არ არის დაავადება. ეს არის სიმპტომი, ისევე როგორც მაგალითად ღვიძლის დაავადებებში, სიყვითლე არ არის დაავადება, ეს არის სიმპტომი და უნდა ვეძებოთ რამ გამოიწვია სიყვითლე. ხო, თუმცა თლად ეგეთ პარალელს ვერ გავავლედი, კიდევ იქიდან გამომდინარე, რომ მე მაქვს ეს სიმპტომი, ესე ვთქვათ, 7 წელია უკვე ამას ვებრძი. შემიძლია პრაქტიკულად თქვა, რომ ვისწავლე ცხოვრება ტინიტუსთან ერთად. ჩემით ვცდილობ რაღაცებს გავუმკლავდე, იმიტომ რომ აი ყველაზე ცუდი გამოცდილება რაც მე მიღე, მე შენთანაც გამივლია კონსულტაცია, როგორც ENT სპეციალისტთან, ანუ ყელის ყურისა და ცხვირის ძალიან არ მოწონს ეს თქვენი ეს გზელი სახელი ამ პროფესიის შეუცვლელი. ხო, ხო, მოკეთ ჩემ ისტორიას მოვყვებოდი ძალიან მოკლედ. ძალიან დრამატული იყო თავიდან. ეს იყო რაღაც კურსში დაგუბება მქონდა და ასოცირებული ჩემთვის ვაკავშირებდი აუზზე, ვთქვათ,
ცურვის დროს რაღაც ვფიქრობდი რომ რაღაც ყურში წყალი დამიგუბდა და რაღაც პერიოდი გაგრძელდა როგორც შოვია ხოლმე ამ დაგუბებას რაღაცა რამდენიმე საათში მაქსიმუმ ერთ დღეში გადის ხოლმე ხო გამიგრძელდა თვეზე მეტი და აი მხოლოდ მაშინ დავიწყე უკვე ჩავთე განგაშის ზარები და მივედი ექიმთან და მაშინ მოხდა დამინიშნა ჰორმონი და მომეხსნა შეგუბება და ატყდა ყურში საშინელი ხმაური წვილი სოთაშორის პრაქტიკულად რო ვკითხულობ ახლა ლიტერატურას რა ხმებსაც აღწერენ თითქმის ყველა მაგ გამოცდილი იმდენად წავად მიმდინარეობდა ჩემს ყურებში ხო საგიჟეთი სრული მიჭირდა აი ძილიც სოთაშორის მიჭირდა ჩვეულებრივად ცხოვრება ძალიან ამომაგდო ესე ვთქვათ კალაპოტიდან ამ ყველაფერმა ძალიან მიჭირდა ფოკუსის გაკეთება რაღაცაზე რასაც ვაკეთებდი აი ყველაფერი ფაქტიურად ყოველთვის 24 საათი ვფიქრობდი ტინიტუსზე რეალურად აი პაციენტებს რომელსაც ტინიტუსი ეწევათ თავდაპირველად იქნება ძალიან მანკიერი წრე რაც გულისხმობს იმას რომ აი ეს მუდმივი ხმაური იწვევს დეპრესიას დეპრესია არის ერთ-ერთი წამყვანი ზოგადად რომელიც ტინიტუსი იწვევს და რეალურად ისეთი მანკიერი წრე ყალიბდება რომ ხანდახან პაციენტები სუიციდსაც კი მიმართავენ ხოლმე და არის ბევრი შემთხვევა სამწუხაროდ აღწერილი ლიტერატურაში, როდესაც სწორედ ტინიტუსი გახდა მიზეზი ამ ყველაფრის. თუმცა ეხლა გავეცანი ბოდიში ბოლო კვლევა დანიაში ჩატარდა ეკვლევა, სადაც 40%-ით მეტია, ესე ვთქვათ, ორი ჯგუფი შედარდა ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ტინიტუსი აქვს და რომელსაც არ აქვს და იკვლევდნენ ასოციაციას ტინიტუსის და სუიციდური ფიქრების და 40%-ით მეტში ტინიტუსიან ადამიანებში 40% მეტს ჰქონდა, ესე ვთქვათ, აი ეს სუიციდური ფიქრები. არა და ძალიან რთულია, ვისაც არ აქვს შევიდეს ასეთი ადამიანების მდგომარეობაში, იმიტომ რომ თითქოს ერთი შეხედვით, ბოლოს რატო არიან ესეთი დრამატულები, ესე გეფიქრება. აშკარად ძალიან ბევრი ექიმი ამბობს, ხოთა შორის, რომ არ არსებობს პრაქტიკულად ადამიანი, რომელსაც ტინიტუსი არ აქვს. ესეთი მოსაზრებაც არსებობს და თუ არ გჯერათ, ჩაკეტეთ ეს ადამიანები ოთახში რამდენიმე საათით, შეუქმნით მას სრული სიჩუმე ოთახში და რაღაცა პერიოდში ისინი გაიგებენ ხმაურს. და ამასთან დაკავშირებით მინდა დავამატო, რომ ორნაირი არსებობს. ხო, ეს ორგვარი, ასე ვთქვათ, პულსირებადი და ობიექტური. სამბერჯო ხუმრობას გამიგია ადამიანების გარშემო ტინიტუსით, მეშინია სხვები არ შევაწუხო. რეალურად ძირითადად ობიექტური ტინიტუსია ხოლმე. ხო. პარტნიორი მაგალითად რო არ შეაწუხოს ღამე. არის ესეთი შემთხვევები აღწერილი და ან ზოგადად ლიტერატურაში არის, როდესაც უბრალოდ ძალიან მცირეა ეს რაოდენობა ობიექტური ტინიტუსი, როცა ჩვენს გვესმის აორტის სტენოსთან დაკავშირებული არტერიოვენურ მალფორმაციებთან დაკავშირებული, როცა ადამიანს ელაპარაკები და ეს წკაპუნის ხმა, ეს ყველაფერი გესმის, ასევე ევსტახის მილის დისფუნქცია მათ შეიძლება ეს გამოიწვიოს. თუმცა თვითონ ტინიტუსის მექანიზმი იმდენად საინტერესოა, აი რატო ჩნდება ტინიტუსი, ხო? ზოგადად დაახლოებით 16,000 სმენის უჯრედი გვაქვს ლოკოგინაში, რომელიც არის ყველაზე პატარა სტრუქტურა ჩვენს ყურში, თმების უჯრედები, hair cells, ზუსტად ეგ. დაახლოებით არის 16,000. ძალიან სენსიტიური უჯრედებია და ძალიან ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება. შეიძლება იყოს ალკოჰოლი, სიგარეტი, ოტოტოქსიური მედიკამენტები, მაგალითად ანტიბიოტიკები, შეიძლება იყოს ძალიან ბევრი რაღაცა არის, რამაც შეიძლება ეს გამოიწვიოს. ხმაურიც ყველაზე მთავარია. და ხმაური, მაღალი სიხშირის ბგერები. და ყველაზე საინტერესო არის, რომ ამ 16,000 უჯრედიდან ერთი უჯრედიც რა დაიღუპოს, ან დეგრადაცია რა მოხდეს, სამწუხაროდ ჩვენ ორგანიზმს არ აქვს რესურსი, რომ ის აღადგინოს, ან ჩაანაცვლოს. და იწყება უკვე ადაპტაციური მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ ტვინი ცდილობს ჩაანაცვლოს ეს უჯრედები და იწყებს ჰიპერაქტიულობას, რამენაირად საიდანვე მოიძიოს რესურსი, რომ ჩაანაცვლოს ეს მკვდარი უჯრედები და ზუსტად ეს ჰიპერაქტიულობა ის, რაც ჩვენ გვესმის. ანუ რეალურად ტინიტუსი არის დამცველობითი ფუნქცია ტვინის, რომ ის დაბოფული უჯრედები რამენაირად ჩაანაცვლოს და ამიტომ არის, რომ რეალურად ადამიანებს ესმით ფანტომური ხმა ის ხმა, რომელიც არ არსებობს. იგივეა, აი ძალიან უხეშად რა ვიქვათ, ამპუტირებული ხელი, არის ხოლმე ფანტომური ტკივილები, როცა პაციენტს უკეთებენ ამპუტაციას და რეალურად ხელი არ აქვს, მაგრამ ის ხელის ტკივა. ხო, აი ძალიან მინდა მაიას როგორც ინფექციონერს ვკითხო, ეხლა გამოწვევი მედიკამენტების შესახებ, უბრალოდ მანამდე დავამატებ, რომ ეგეც გონიათ, რომ აი ყურიდან მეც პირადად ეგრე მეგონა, რომ აი ყურიდან მოდიოდა და რაღაცნაირად აი აქ უნდა მეძება პრობლემა. სიანდოში საერთოდ არ არის ეს ყური, არის ტვინის ესე ვთქვათ რეაქცია, აი გამაღიზიანებელია, ხო სწორად მესმის.
ნამდვილად უბრალოდ ერთი რაც არის 90% დაკავშირებული არის სმენის დაკარგვასთან და ამიტომ არის ზუსტად რომ პირველი ვინც თავის თავზე იღებს ეს არის ENT დოქტორი. იმიტომ რომ ჩვენთან მოდიან ესეთი პაციენტები. თუმცა არსებობს დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, მაგალითად ფარისებრი ჭირკვის დაავადებები, როგორც ჰიპერ, ისე ჰიპოთირეოზი, გულსის ძარღვთა, დისლიპიდემია, ათეროსკლეროზი, ძალიან ბევრი დაავადება, რომელიც ასევე ტინიტუსს იწვევს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ახალგაზრდებში არის ანემია. ბანალურმა ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს ეს გაუსაძლისი წყვილი ყურებში. მაია, შენი მუსიკისადმი სიყვარულის გამო გეკითხები, ხა ბეთჰოვენს მართლა ტინიტუსი ქონდა, არის რამე ეგეთი, ხა მაშინ ტინიტუსი შეიძლება ესეთ ტერმინით არ იყო, მაგრამ ეგრევე ვიცით რომ ტინიტუსი ქონდა და ამან გამოიწვია. ეს მართლაც დაუზუსტებელია, მაგრამ სმენის დაკარგვით რომ მიდიოდა მისი პრობლემა და ბოლოს ფაქტიურად სრულს იყრონდა მივიდა, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი შედევრი დაგვიტოვა ამ დროსაც, ეგ ფაქტია და ცნობილია, მაგრამ რახან ბეთჰოვენზე სიტყვა ჩამოვიდა. ხო, არა, ბეთჰოვენზე რო არ თქვა, შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი პროფილით ასევე აღმოჩნდა რომ გუძლის ციროზი ქონდა. კაი, რომ გადმოვიდეთ ახლა ჩვენ თემაზე, აი ძალიან მაინტერესებს და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი მედიკამენტები, ზუსტად ვიცი ანუ ლიტერატურას ვეცნობით და ვიცით რომ ძალიან ბევრი მედიკამენტია, რომელიც პირდაპირ ასოცირებულია შეიძლება ტინიტუსთან არ იყოს ასოცირებული, მაგრამ აზიანებს ნერვს, სასმენ ნერვს და ბუნებრივია მე ეს იწვევს ერთი პრობლემა, ყველაზე მნიშვნელოვანი ხა შეიძლება ვიღაცისთვის ტინიტუსია წამყვანი, მაგაზეც მინდა ვილაპარაკო შემდეგ ჩემივე გამოცდილებით ვიღაცისთვის ყურის ეს სმენის დაქვეითებაა პრობლემა. ვიცით რომ ოტოტოქსიური მედიკამენტები ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ყოველ შემთხვევაში არც ესე დიდი ხნის წინ. აი რომელი მედიკამენტებია მაგასაც შენ როგორც ინფექციონისტი რომ აი ცდილობ რომ მაქსიმალურად ეცადო რომ აი არ მიხვიდე ამ ჯგუფის პრეპარატებამდე და ისე გაართო თავი. ფილდან მაინც ანტიბიოტიკებზე გავჩერდები, ნინიმაც ახსენა, ყველაზე მეტად წამყვანი არის ეგრეთ წოდებული ამინოგლიკოზიდები, ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებია გენტამიცინი და ამიკაცინი, ამიტომ კანამიცინი იგივეა თუ მახსოვს რომ კანამიცინის ძალიან იყო. ანუ სანამ ამ მედიკამენტების დანიშნავამდე მივა საქმე, აუცილებლად ეს უნდა გავახსენდეს ყოველთვის და სხვა შორის ნაწილობრივ, მაგრამ კიდევ სხვა ჯგუფებიც, მაგრამ წამყვანი მაინც არის ამინოგლიკოზიდები და რადგან მედიკამენტები შევხედეთ, არა მარტო ანტიბიოტიკები, სხვა ხო არის, მომენტი სხვას ვერ არის. არის კი, თუმცა ნიშნავს დიახ. ან მაგალითად ერთ-ერთი სტრეპტომიცინი, რომელიც იყო უალტერნატივო ადრე ტუბერკულოზის მართვაში, გენტამიცინი ეხლაც არის უალტერნატივო მთელ რიგ შემთხვევებში და მეც ხშირად ნიშნავ, ანუ ეს არ ნიშნავს რომ არ დაინიშნოს ეს ჯგუფი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს. ასევე სხვა ჯგუფები, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჯგუფი, ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდები, ყველაზე ხშირად გამოყენებადი წარმოადგენელი, მაგალითად იმუპროფენი და სხვა გამაყუჩებლები, მაგალითად აცეტამინოფენი. ეს იმას რა თქმა უნდა არ ნიშნავს კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მედიკამენტები არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ხანგრძლივი უკონტროლო გამოყენება ძალიან საშიშია. ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდულებს შორის სხვებიც დიკლოფენაკი და სხვები, ანუ ბენზოდიაზეპინის ჯგუფიც. ბენზოდიაზეპინიც რა თქმა უნდა, მთელი რიგი დიაზეპამი ყველაზე ხშირად გამოყენებადი. მთელი რიგი ანტიდეპრესანტები. აქ ცოტა პარადოქსია, ანტიდეპრესანტებსაც ნიშნავენ ხოლმე ტინიტუსის მართვაში, მაგრამ თავისუფლად ანტიდეპრესანტების გვერდით შეიძლება იყოს. ეს სამდღეობს ვაღიარებ დღეს, მაგრამ დამჭირდა განსაკუთრებით პირველ პერიოდში, როცა ძალიან ერთი რო უცხო იყო. მეორე და ყველაზე ცუდი, რასაც მე როგორც პაციენტი წავაწვდე, დარწმუნებული ვარ ათასობით ადამიანი საქართველოში ამას აწყდება, არის აი მე არ მიდიხარ პერსონალურად რომელიმე ექიმ შევეხო, მაგრამ პრაქტიკულად არც ერთი ყელის ყურისა და სხვების სპეციალისტი საქართველოში არ დამიტოვებია, რომ ვიზიტი არ გამეხორციელებინა, განსაკუთრებით აი ამ გამოცდების პირველ ეტაპებზე, იმიტომ რომ ვიყავი სრულიად შოკში ვიყავი, ძალიან იმედგაც თავზარდაცემული ვიყავი, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა ორივე ყურში მესმოდა საშინელი ხმაური. კი, მარითიშება, გასაგებია, მაგრამ ყველაზე ცუდი, რასაც მე შევხედრი ვარ, როდესაც ექიმის ოთახში მოვხედრი ვარ, არის ის, რომ აი რამდენიმე წუთში თავდება კონსულტაცია. ამისთვის ემზადები, რაღაცა ექიმთან რატომ მიდიხარ, რომ რაღაც იმედი გაქვს, ხო? მიდიხარ, შეიძლება ვიღაცა ჩამოდის რეგიონიდან, რაღაცა ის კონსულტაციის ფულსაც ცლივს აგროვებს, ჩამოდის და კონსულტაცია თავდება რამდენიმე წუთში. ყოფილვარ ისეთ ექიმებთან საქართველოში, აი გურუ ექიმებს რო ეძახიან, ერთი თვე რო გჭირდება მინიმუმ რო ჩაეწერო.
ერთ-ერთთან ახლა აღარ დავასახელებ ბუნებრივია. ვიყავი და კონსულტაცია დამთავრდა რამდენიმე წამში თუ შეგიძლიათ ეს დაიჯეროთ. შევედი, ხო, ჩემი თავარი პრობლემა ახლა იმდინარე არის ორმხრივი დაქვეითება. სასმენის ნერვი მოხდა დაზიანებული და რამაც გამოიწვია ორივე ყურში დაქვეითება. ძალიან ძნელი დასადგენია, რომელი იყო პირველი. ჯერ რაღაცა მიზეზით დაიწყო ტინიტუსი, რამაც მერე გამოიწვია, ესოთ ტინიტუსით ცალკე აზიანებს, ხო? სასმენ ნერვს თუ რომელი იყო აქ არა მნიშვნელობა უბრალოდ პრიორიტეტებად რო დავალაგოთ, ეხლა ჩემი პრიორიტეტი არის სმენის დაქვეითების რაღაც დონეზე შეჩერება მაინც, ხო? აი პირველი რასაც ვისმენ ხოლმე არის რომ ამას არაფერი არ ეშველება, ტინიტუსი არ განიკურნება და შეეგუე ამას. აი მე მინდა შენ როგორც ექიმს კითხო მე შენთან დასაწყისში აღვნიშნე რომ როგორც ექიმთან ნამყოფი ვარ უბრალოდ შენთან უკვე იმ პერიოდის მერე მივედი როცა პრიორიტეტები უკვე გადავახარისხე და ტინიტუსი საერთოდ აღარ მახსოვდა მიუხედავად იმისა რომ ყოველ წუთს მესმოდა უკვე ვიყავი აი საკუთარ ახალგაზრდა ასაკში ამ პრობლემით და ვცდილობდი მაქსიმალურად რომ როგორმე ეს შემეჩერებინა და მაშინ ტინიტუსზე შენთან ლაპარაკი დიდად ვერ მოვახერხე და აი ეგ მინდა რომ თქვა და რამდენად მეთანხმები რომ ამ კუთხით საქართველოში სამედიცინო სფეროში საკმაოდ დაბალი არ ვიცი ძალიან გამიჭირდება თქვა შეიძლება არაეთიკურის იყოს თქვა რომ აკადემიური აი ვთქვათ დონე დაბალია არ ვიცი შეიძლება ძალიან მაღალია უბრალოდ ეს პაციენტთან არ იგრძნობა და ეს ფაქტორიც როგორც ექიმს ისე რომ როგორც ექიმებმა ისე რომ მითხრან ხო არის თქვენს პრაქტიკაშიც მომენტი როცა რაღაცა დაავადებას ან სიმპტომს ეხებით რომელსაც ვერ მკურნალობ იმ მომენტში ხო ან იცი რომ ძალიან სიძნელებთან ასოცირდება მაგრამ ესე პაციენტის გასტუმრება რომ აი იცი რა არ გეშველება შენ არაფერი და შეეგუე როდის დაყრუდები ფაქტიურად ამას ნიშნავს და ტინიტუსი არასოდეს არ გაგივლის ჩემი აზრით არის ძალიან არასწორი რამდენი დაიწყებს უშუალოდ ტინიტუსზე ზოგადად ხან გვეკითხები ეგეთი დაავადებები სამწუხაროდ არსებობს პაციენტი ამოჯობაში არაფერი გეშველება არა აქ მინდა ვთქვა რომ ყველა დაავადებას რომელსაც შეიძლება არაფერი ესე რადიკალურად არ ეშველოს აქვს მეორე ნაწილი, როგორ იცხოვრო მასთან ერთად, ანუ როგორ გაიმჯობესო ცხოვრების ხარისხი და აი ეს პირველადი კონსულტირება, ნუ ახლა შენი ტიპის პაციენტთან ეს კიდე სხვა მომენტია, იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრი გაქვს საკითხული და ახლა რასაც ყვები, ისედაც იცი, მაგრამ პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს ამდენი ინფორმაცია არ აქვს თავის დაავადებაზე და ყოველ შემთხვევაში აი მაგაში დიდი ენერგია უნდა ჩადოს ექიმმა, რომ თუ მთლიანად რადიკალურად რაღაც არ იკურნება და ძალიან ბევრი დაავადება არ იკურნება, რა თქმა უნდა, რადიკალურად, როგორ გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი, როგორ ისწავლოს ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება და სხვათა შორის ძალიან ბევრი პაციენტი სხვათა შორის ბოლო დროს იმითიც არის დაინტერესებული რაიმე კვლევა მიმდინარეობს თუ არა მომავალი აქვს მის დაავადებას, კონდეს თუ არა რაიმე პერსპექტივა. ამ ტიპის ინფორმაციის მეწოდება გეთანხმები რომ აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენი სპეციალობა არ არის მარტო წამლის დანიშვნა და რაღაცის განკურნება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ მხრივ ბერკეტები ბევრ დაავადებაზე არ გვაქვს, მაგრამ ნუ აი კარგი ვთქვათ არ იკურნება. მერე აი ამ მერეზე რაღაც პასუხები უნდა გავცეთ კი. ცოტა ემოციური ვარ, ძალიან ემოციური თემაა და მე ვიცი რომ ნინი არ მიეკუთვნება მაგ, იმიტომ რომ მე არაერთხელ მისაუბრია შენთან ამ დაავადებაზეც და სიმპტომზეც და ვიცი რომ არაფერი არ გეშველება და სახში დაჯექი და დაყრუდის არ მიეკუთვნები და არ მომწონს ეგ, იმიტომ რაც უფრო მეც კითხულობ დღეს თანამედროვე ლიტერატურის ეცნობი, მით უფრო მეტი მეთოდი ან ჩაშვებულია, ან ძალიან მალე ესე ვთქვათ ჩაეშვება. ერთ-ერთი რაც ძალიან მომწონს, არის ეს იესპერბოფ თუ არ ვწდები, ესეთი გვარის ძალიან მაგარი მეცნიერია, რამდენიმე დეკადაა უკვე უშუალოდ აი ფოკუსირებულად ტინიტუსზე მუშაობს და აი ციკლი ქვია ამას რა, ამ ესე ვთქვათ, როგორ ახსნის ეს ადამიანი ამ ტინიტუსს, რომ პირველი არის რომ როგორ დაამარცხეს ადამიანებმა და არაერთი ექიმი სხვათა შორის აღნიშნავს, რომ მან დაამარცხა ტინიტუსი, ძალიან გავრცელებულია და რა გასაკვირია, რომ ექიმებშიც იქნება. ეს ციკლი როგორც აღწერენ, რომ პირველი არის რომ გაიგეს ტინიტუსი, ხმა უბრალოდ არ იციან რასთან აქვს საქმე. შემდეგ იწყებენ ეს ვთქვათ დაგუგლოს ან სხვა საშუალებით ინფორმაციის მოწოდებას და როგორც კი ეცნობიან ამ ნეგატიურ ინფორმაციას, რომ ეს გაგრძელდება დიდხანს, შეიძლება მოიმატოს, შეიძლება დაგაყრუოს, შეიძლება არ გაგივიდეს, ბუნებრივია რომ ემოციური ფონი იმატებს, ხო? ამას აუცილებლად შემდეგ მოსდევს აშლილობა, ხო, შფოთვა და დეპრესია და უბრუნდებით ისევ ტინიტუსთან და აი მან კი წრეზე. ერთ-ერთი მეთოდი სხვათა შორის, რომელიც საკმაოდ ეფექტურია, ეს ბუნებრივია ვერ ვეთქვით ახლა ჩვენს მაყურებელს, რომ აი ამას მიმართე და შენ აუცილებლად ტინიტუსს დაამარცხე, მაგრამ ის რომ ტინიტუსის არ იკურნება და შეუძლებელია მას თავი გაართვა, ესე არ არის და ამ მეთოდის ერთ-ერთი ესე ვთქვათ
რაცაც მოიცავს ეს მეთოდი, აი რომ რაღაცა მომენტში ეს ციკლი უნდა გაწყვიტო, ეს წრე. და ესე ვთქვათ, შეეგუო ან რამეთი ჩაანაცვლო. აი კიდე რა მეთოდებს იცნობთ თქვენ და რას თავაზობთ საერთოდ? როგორ არის პირველ რიგში ტინიტუსი არ იკურნება არის ძალიან არასწორი ფორმულირება. იმიტომ რომ თვითონ პირველ რიგში როცა პაციენტი მოდის ჩვენთან უნდა გავიგოთ რა არის ტინიტუსის მიზეზი. როგორც თავიდანვე აღვნიშნე არის პირველადი და მეორადი. შეიძლება ეს რაიმე ქრონიკულ დაავადებას უკავშირდება და ეს ტინიტუსი არ იკურნება, ტინიტუსი გააქარგეშველება, ნამდვილად არასწორი მიდგომა. იმიტომ რომ რიგი ანალიზების ჩაბარება საჭირო ამ შემთხვევაში, რომ გავიგოთ ხო არა რიგივე დისლიპიდემია, რაიმე ჰორმონალური ცვლილებები და ასე შემდეგ. მეორე და ყველაზე ბანალური არის საცობი. გოგირდის საცობი. ყველაზე ბანალური кейსი, როდესაც პაციენტს აწყობს ტინიტუსი. მაგას ვერ დავაბრალებ. კი, ნამდვილად არის. და ანუ დაახლოებით 5 წუთში ეს პრობლემა გვარდება. ოღონდ ზუსტად იგივე ტინიტუსია, რომელიც თავიდან დაგეწყდა შენ, ხო? ამიტომ ის რომ ყურებში გვაქვს ხმაური და აი მოდი ახლა არაფერი არ გვეშველება და დავდრეთ სახში და ესე ვიყავთ, ნამდვილად არა. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მიმართოთ ოტორინოლარინგოლოგს, რომ გამოირიცხოს რაიმე გარეგანი დაზიანება, ასევე რაიმე ტრამვა და ასე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ძალიან ბევრი ცუდი რაღაც ვლაპარაკე ტინიტუსზე, მაგრამ რადგან ეს არის სიმპტომი, რომელიც პირველ რიგში ჩდება, ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ ადრეულ დიაგნოსტიკის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, ცალმხრივი ტინიტუსი, ვისაც ახასიათებს, ან წვილი, ან შუილი ერთ მხარეს მხოლოდ, შეიძლება ეს იყოს პირველი სიმპტომი ისეთი სიმსივნის, როგორც არის ნევრინამა ან შუანამა. ამ დროს პირველი სიმსივნეს ვინც აღმოაჩენს, ეს არის ყელპური ექიმი. ასე რომ, პირველ რიგში რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, ეს არის ის, რომ მივიდეს ექიმთან კონსულტაციას. ტინიტუსი არ იკურნება. ეს ნამდვილად ესია, იმიტომ რომ არ არსებობს რაიმე მედიკამენტი, რომელიც ტინიტუსს გაგკურნავს, მაგრამ არსებობს რიგი რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ პაციენტებს ვაძლევთ. პირველ რიგში, რა უნდა გააკეთოს, ხმაურიან გარემოს მოერიდოს. იმიტომ რომ ძალიან ხშირია ეს იგივე მუსიკოსებში, ხო, ბეთჰოვენს შევეხეთ, იგივე მაგალითად შენებლებში, ასევე ჯარისკაცებში, რომლებსაც ძალიან ბევრჯერ მყოლია პაციენტი, რომელსაც უთქვია, რომ აი გუშინ ვარჯიშის სროლებზე ვიყავი, დამცავები არ გამოგვიყენებია და მაქვს წვილი და მაშინვე რეფერალი გაგვიკეთებია ნეიროტოლოგთან, რომ დავხმარებოდით, იმიტომ რომ ტინიტუსი, რომელიც იწყება 24-48 საათში, აი დაწყებიდან ამ პერიოდში, შეიძლება რომ აღმოიფხვროს სრულიად. იყო რაღაც პერიოდი, როცა ტინიტუსი იყო ვეტერანთა დაავადება, ესე მოიხსენიებდნენ, იმიტომ რომ აი ომში, აი მაღალ ხმაურზე, იმიტომ რომ ხმაური ეს მაღალი დეციბელის ბგერები არის პირველი მტერი ამ ჰიარს სელების, ანუ ამ უჯრედების, რომლებთვის კდომაც შეიძლება გამოიწვიოს. ასევე ალკოჰოლი, ბოდიში დავამთავრებ. ალკოჰოლი არის პირველი მტერი. ეს იგულისხმება სპირტიას ფონზე უბრალოდ მანამდე ძალიან ბევრი ყოფილა პაციენტი, რომელიც იყო უბრალოდ კლუბში, მიიღო რაიმე სახის ალკოჰოლი ან კლუბური ნარკოტიკი, რომელიც იწყებს ტინიტუსს და აი ეს ტინიტუსი მაშინვე უნდა აღმოიფხვრას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც ხმაური იწყება პურში და პაციენტი მოგმართავს 24-48 საათის განმავლობაში ამ უჯრედების გადარჩენა შეგვიძლია. ასე რომ შეიძლება ეს პრობლემა არ იყოს lifelong, ხო? თავიდან ანუ იძახით, რომ პირველი რამდენიმე საათი ის განმავლობაში ჩარევა საჭირო, ხო? შესაძლებელია, რომ ეს აღმოიფხვრას სრულიად. იმიტომ რომ ყოლია პაციენტები, რომელსაც სრული დაქვეითება ქონია, სრული დაქვეითება სვენის და ამ მკურნალობის ფონზე ჩვეულებრივ მენა დაბრუნებიათ. ისედაც ხანდახან ტინიტუსი, როდესაც ხმაური იწვევს, აი მაგალითად აფეთქების დროს, აი ეს წვილი გამომვა დროს, აი ისმის რამდენიმე ხანში თვითონ ბრუნდება ხოლმე, იმიტომ რომ ეს გადარჩენის მექანიზმი ირთვება ხოლმე თვითონ ტვინის უჯრედებში. ასევე პაციენტებს რეკომენდაციას ვაძლევთ, როგორ უნდა იცხოვრონ ტინიტუსთან ერთად, იმიტომ რომ მედიკამენტი მართლა არ არსებობს სამწუხაროდ, თუმცა ერთს აღნიშნო, ძალიან მიყვარს ხოლმე ამის თქმა, რომ მე რომ სწავლობდი უნივერსიტეტში, რასაც მასწავლიდნენ, ეხლა ზოგიერთი რაღაცა ისე აღარ არის. ამიტომ მედიცინა ძალიან ცვალებადია, რაღაცები იცვლება, ძალიან ბევრი კვლევები არსებობს და ამ ხრივაც გაუმჯობესება რა უნდა იცნებ, რომ ახლა ხან სწავლობდი, რასაც მას. ვერ ვიტყვით, რომ მეთოდო არაფერი კეთდება. მე მაინც ყოველთვის რაც ეხა ბოლო პერიოდში რაც დავიწყე ამ ლიტერატურის მოძება, ყოველთვის შეებოდა და მრჩება ეხაც განცდა, რომ მაინც ამ კუთხით არის არც ფული იხარჯება საკმარისი და არც კვლევები ტარდება საკმარისი.
საქართველოში ნამდვილად არა, თუმცა ამერიკაში არსებობს ძალიან დიდი ორგანიზაცია, ეს არის ტინიტუსის ასოციაცია, რომელიც ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, ძალიან ბევრ დაფინანსებს, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია სხვა შორის დამფინანსებელი. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანს, მუსიკოსებს, აი ყველამ რო იცის ეგეთ ადამიანებსაც აქვს და ეგ მამშვიდებს ხოლმე. ცოტა მეტი ხმაურზე უნდა ვილაპარაკოთ. აი მე Facebook-ზე ძალიან მეჩხუბიან ჩემი პოსტების გამო და ერთ-ერთს ამაზეც მეჩხუბდნენ რესტორნებში მუსიკა. აი ეს არის თემა, რომელიც ახლა პირდაპირ ჩემი პროფილი არა, როგორც ექიმის. კი, ეს არის საშინელება, რაც იქ ხდება, ეს არც მუსიკაა. მაგრამ ნუ მაგას კაი თავი დავანებოთ ახლა ესთეტიკას და მუსიკალურ ღირებულებაზე რო საერთოდ ზედმეტი ალაპარაკი მაგას ვინ ჩივის, მაგრამ იქ არც სიამოვნებაა ეს და ერთი სულირობა გროდის გაჩუნდება და შენც როდის გამოვარდები იქიდან და კატასტროფა ამ დინამიკების საჟაი ხან ვიბრაციას გრძნობ ხოლმე მთელ სხეულში და განსაკუთრებით ამ დროს ბავშვებს რომ ხედავი იქ გული მისკდება და ყოველ ჯერზე ისევ მეწყება ეგ ფიქრი რომ აი ამ ბავშვის მენას რა მომავალი აქვს. კი, აი ერთ ბოდიში კი, ხმაური არა მარტო ეს დინამიკები, არამედ კურსასმენები. ეს არის 21 საუკუნის ნამდვილი კატასტროფა. თუმცაღაც ძალიან კარგი ინფორმაცია ის, რომ Apple Watch-მა და თვითონ Apple-მა დაამატა თავის гаджеტებს ესეთი ფუნქცია, რომ თუ მოხდით ხმაურია გარემოში, სპეციალურ შეტყობინებას იღებთ, რომ ეს ხმაური შეთვის დამაზიანებელია და ასევე ხმაურში არის გულისხმობა, კი 80-დან ზევით უკვე არის დამაზიანებელი 120-130 დეციბელი უკვე ინდოეთკინეული ალბათ ასე მეტია, იმიტომ რომ მე პირადად ხანდახან ტკივა კიდევაც ხარ და რეალურად ხმაურში არის გულისხმობა მარტო ეს მუსიკა, ხო? ბავშვის სტილმა შეიძლება გამოიწვიოს ტინიტუსი და ეს სმენის უჯრედების დაქვეითება თუ ის იმდენად ხმამაღალია, რომ შეიძლება რომ აი ამ ვიბრაციამ ზუსტად დააზიანოს. ასე რომ პირველი მტერი ამ სმენის უჯრედების ნამდვილად არის ხმაური და უნდა ვეცადოთ, რომ მოვერიდოთ კურსასმენების გამოყენებას. აი კოლ-ცენტრებში განსაკუთრებით. ამის რა ქვია, უშუალო სიჩქარე. ხო, ფაქტობრივად შუაყურამდე მიდის და იქიდან ნაწურის. აი ზუსტად პროფესიულად ვისაც აქვს ხოლმე კი პროფესიულად აი კოლ-ცენტრებში არის ძალიან ხშირად, რომ აი უქვეითებად მე ხმაური არ სიამოვნებთ და ასე შემდეგ და ყოველთვის ურჩევთ ხოლმე რომ თუ სხვა გზა არ არის, მაშინ გამოიყენონ ისეთი კურსასმენები, რომელიც მთლიანად მოიცავს, რომ რამენერად ეს გერითი ტალღის გავრცელება არ იყოს. აი ჩემ მეგობრებს აი ყოველთვის და არ მხოლოდ მეგობრებს ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ისეთი რეკომენდაციები მივაწოდო, რაც აი დაეხმარებათ ამ მდგომარეობაში ჩავარდა რო არიდონ თავი ძალიან მარტივია, აი როგორც შენ ახსენე, ერთ პატარა რაღაც უნებლი ან აფეთქებას ან თუნდაც რაც მანქანის ძალიან ახლოს, ძალიან მაღალი ხმით ჩავალ შეიძლება გამოიწვიოს იმ ნერვების დაზიანება, რომელზეც ილაპარაკე, რომელიც შემდეგ უკვე აღარ დგება და ამან შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი პროცესები. და შრომის უსაფრთხოება ჩვენთან ერთად ზოგადად. ვინმე გინახეთ მუშა კურსასმენებით? სულ მაგაზე ვფიქრობ, აი განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული დრილს რა ქვია ქართულად. აი ამ სხვადასხვა პნევმატიურ ჩაქუჩებზე, დრელებზე მომუშავე მე ახლოს ვერ ვჩერდები იქ და ისინი პირდაპირ და მართ არასოდეს არ მინახავს მათზე დამცა. ნუ როცა რომ განვავრცოთ არც ნიღაბი მინახავს მათთან და რას უმთქავენ ისინი და ფილტვის ქრონიკული დაავადებები ეს ცალკე თემაა და დღეს არ შევეხებით, მაგრამ ხმაური ჩვენს მუშებს რაც არ ვიცი ალბათ რაღაც ასაკის მერე უკვე უმრავლესობას სმენის პრობლემა უნდა ქონდეს. ნამდვილად და აი აღარ ახსენე და მინდა რომ კიდევ ხსენა, იმიტომ რომ აი ვისაც ეს ეხება, მინდა რომ ცოტა ყურადღებით იყვნენ ჯარისკაცებში, პოლიციელებში, რომლებიც წვრთნებს გადიან. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც წვრთნების დროს არ ქონიათ დამცავები და ეს არის დაუშვებელი, რომ აი ამ ხმაურის დროს არ ქონდეს ყურის დამცავი გამოყენებული. მაგრამ ერთი ძალიან თავარი საკითხი გავიცდება შუაღურის ანთება, რომელიც ალბათ ერთ-ერთი წამყვანი თემაა და ინფექციები ზოგადად. აი ძალიან მაინტერესებდა როგორ ყელყურცხვირი და ინფექციონი როგორ ინაწილებთ, თქვათ, პაციენტს ხო? თუ მოდის თქვათ აღმენიშნება, თქვათ, არ ვიცი, მაგრამ მაქვს ყურის ტკივილი
კივილი. დავიწყებ რეფერალს როდის ვაკეთებ. ხა თუ ჩვეულებრივ სტანდარტული შუაყურის ანთება და უბრალოდ სამიგებ სამასინ ვაგიბოს შეკითხოს ყურის კივილი. ხშირად ყურის კივილი არის ხოლმე მაგალითად რესპირატორული ინფექციის თანამდები გართულება და რაღაც ჩვენთან ხვდებიან ინფექციონისტებთან და ასე დროს როდესაც არ არის პერფორაცია, არ არის მძიმე გამონადენი, სმენის დაქვეითება და უბრალოდ სტანდარტულად ხვდებით რომ არის ხშირად ვირუსული ინფექციის გართულება, ან თუნდაც ბაქტერიულის და ანტიბიოტიკების დანიშნულებით უნდა შემოისაზღვროს, რჩება ინფექციონისტად. თუ არის უკვე ეჭვი, რომ არის პერფორაცია, გამონადენი, ასევე თუ არის ძალიან ხშირი. მაგალითად, თუ 6 თვეში 3-ზე მეტი რეციდივია, ან წელიწადში 4-ზე მეტი რეციდივი, ეს არის მორეციდივე შუაყურის ანთება და ამის უნდა გადამისამართეს დამეთანხმებით ალბათ, იმიტომ რომ აქ უკვე უნდა ეძებოს ოტოლარინგოლოგმა სხვა მიზეზები. ნუ ხა ჩვენი მხრიდან ჯერ პირველად ვეძებთ მიზეზებს, ხომ არ არის იმუნიტეტის დაზიანებით მიმდინარე დაავადება, იმიტომ რომ ბევრი იმუნოდეფიციტი სწორედ ყურის მორეციდივე ანთებებით ვლინდება და ამიტომ აქ რაღაცები შესაძლებელი გვაქვს ხო. აი მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი ბავშვებში HIV ინფექციის ერთ-ერთი პირველი გამოვლინებაა ხოლმე შუაყურის მორეციდივე ანთება, თუ არ არის დიაგნოსტირებული და მკურნალობაზე მყოფი ბავშვი. აი მოკლედ ასეთ დროს უკვე ვამისამართებთ ოტოლარინგოლოგთან თუ ანტიბიოტიკებმა შედეგი არ გამოიღო, კიდევ იმერო პერფორაცია და თუ ძალიან ხშირია. ხო, მოკლედ ძალიან საინტერესო გამოდგა ჩვენი დღევანდელი პოდკასტი და არ იქნება სწორი თუ რაღაც რეკომენდაციებს არ მივცემთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ თქვით დასაწყისში რომ არასწორია, როცა ექიმი გეუბნება რომ არაფერი არ გეშველება, ან მიგანიშნებს ამისკენ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარია წეამინდოდა მეთქვა, ახლა დავასრულე მეგობრებს, ახლობლებს ყველას ურჩევ ხოლმე, რომ თუ ყურსასმენების, რა თქვა, გამოყენებას აუცილებლად იყენებენ, გამოიყენონ რაც შეიძლება დიდები, რომელიც ფარავს ასევე ნიჟარას, რომ ეს მოთქვათ მარტო შუაყური და შემდეგ არ მოხდეს ესე თქვა ამ მიღება ბგერების. ერთ-ერთი არის ეგ. მეორე ალბათ რისკის ჯგუფები, ხო, ვინც ესე თქვა ძალიან მაღალი ხმაურში უწევს თქვა მუშაობა, მათ აუცილებლად უნდა იხმარონ ყურის დამცავი ყურსასმენები, ვთქვათ. ბავშვები, აი რაც ყველაზე ძალიან წდება გული, იმიტომ რომ ეს ამ სტატისტიკას მე მაინც მიჯერა რა ქმნის ის რომ აი ბავშვობაში არ ექცევა, თქვა ბავშვებს ყურადღება და არ იზრდებიან ისეთ გარემოში, სადაც თქვა ამ რისკ ფაქტორებს მოხსნილი იქნება მაგალითად იგივე კონცერტებზე, საფეხბურთო თამაშებზე, ქორწილებში იგივე აი ბავშვების ასეთ თქვა ღონისძიებებზე ტარება დამცავი რაღაცა საშუალებების გარეშე არაფერ შეიძლება დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოპირობებელია სასმენი ნერვის დაზიანების და შემდეგ ტინიტუსის ამ პირიქით რა მნიშვნელობა აქვს ტინიტუსსა და სმენის ნერვის დაზიანებაზე და სმენის დაქვეითებაზე. საუბარი ეს ცალ-ცალკე კონტექსტში ძალიან ძნელია, იმდენად მიჯაჭვულია ერთმანეთზე, ხო? აი როგორც ექიმი, რას ურჩევ ჩვენს მაყურებელს, აი როგორ ავირიდოთ ეს თავიდან. გასაგებია თუ დაგვემართა, რაც შეიძლება მალე მოვიდეთ თქვენთან. ძალიან ხშირად ეს არავინ ნიშნავს 90% ეს არის სმენის დაქვეითებასთან. პაციენტს, რომელსაც სმენის დაქვეითება აქვს და თანაწყობს ტინიტუსი, აუცილებლად უნდა იხმაროს სმენის აპარატი. ეს ცოტა კიდე სხვა თემაა, იმიტომ რომ სმენის აპარატის გამოყენება ეს დისკომფორტია ხოლმე პაციენტებისთვის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ არსებობს უკვე ისეთი აპარატები, რომელიც ყურში იმდენად ღრმად თავსდება, რომ საერთოდ არ ჩანს. და ძალიან ხშირია ხოლმე, რომ აი თუნდაც ბავშვებში როცა სმენის დაქვეითება, უნდათ ხოლმე, რომ აი არ გამოიყენოს სმენის აპარატი, მაგრამ აუცილებლად მათ ვისაც აქვთ სმენის დაქვეითება, იმისთვის რომ ტინიტუსი შეჩერდეს და ტინიტუსი არ გაღრმავდეს და ასევე სმენის დაქვეითება არ გაღრმავდეს, სმენის აპარატი მათ აუცილებლად უნდა გამოიყენონ. ასევე ტინიტუსის მკურნალობაში პირველი რაც უნდა გადაიდგას ნაბიჯი ეს არის როგორ ვიცხოვროთ ტინიტუსთან ერთად. ასეთ ადამიანებს ძირითადად ჩვენს აღნიშნულ დასაწყისში ქონდათ ჩაძინების პრობლემა. ძირითადად აწყობთ ინსომნია. და ძალიან ბევრი YouTube-ზეც თავისუფლად შეგიძლიათ მოიციოთ ეს საუნდები, არის ძალიან ბევრი, რომელიც შეგიძლიათ მოისმინეთ ჩაძინებამდე, რომ ეს ტინიტუსი გადაფაროს, აი ეს ხმები და ამით შეძლეთ ჩაძინება. და ყველაზე კარგი რეკომენდაცია, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს, ძალიან დიდი დრო გაატარეთ ბუნებაში. იმიტომ რომ რეალურად ეს poor terms, რაც ჩვენ გვესმის არის
მოიძებნება ბუნებაში. ის ხმაური ჭიჭინის ხმაც ხანახან მეუბნები არა, დისკო ჭიჭინა მიზის ყურში. რეალურად როცა ბუნებაში ხარ, ტინიტუსი ამდენად შესამჩნევი არ არის, ამდენად გამაღიზიანებელი არ არის და აი მან კი ეცდაში რაზეც ვილაპარაკეთ, აღარ მიგვიყვება. ეს არის cognitive behavior therapy, რომელიც გამოიყენება ტინიტუსის სამკურნალოდ, რომელიც გასწავლის როგორ იცხოვრო ამასთან ერთად და როგორ აღიქვა ნორმად ეს ტვინის აქტიურობა. ეს არის ერთ საცდაო და კვლევა ძალიან იმედისმომცემი კვლევა არის. სპეციალური აპარატია, რომელიც სპეციალური ყურსასმენები თავსდება და წრედს ქმნის, ანუ ლინგვალურ წრედს ქმნის, ანუ ერთი იმპულსი ენაზე მაგდება, მეორე ყურში და ეს ვანკიერი წრე, რომელიც არსებობს, ამის გასათიშად გამოიყენება და კვლევები სხვადასხვა არის ევროპაშიც არის უკვე კლინიკები, რომელიც ამას იყენებენ, თუმცა ეს კვლევების დონეზეა და ჯერ საქართველოში ეს არ გვაქვს, მაგრამ საკმაოდ იმედისმომცემი შედეგები აქვს ამ კვლევასთან დაკავშირებით. ხო, აკუსტიკური ნეიროსტიმულაცია ერთ-ერთი ეგეცა, რომ ეძებ იმ სიხშირეს, რაზეც გესმის ტინიტუსი და ალტერნატივად თავაზობ რაღაცა ფონად, რომ ეგრეთ წოდებული მასკირება მოახდინოს ამ ტინიტუსის და ის აი ბევრს მაგათად მასიური ხმა უხშობს ძალიან კარგად და სიამოვნებს. უბრალოდ ამან არ უნდა გაგაღიზიანოს. ხა წვიმის ხმა ალბათ არ არის გამაღიზიანებელი და მუსიკა, მაგრამ მუდმივად ბუნებრივია მუსიკის ფონზე ჩაძინებას და შემდეგ ესეც ცალკე ნეგატიურ გავლენას ახდენს სასმენ აპარატზე, იმიტომ რომ თელი ღამის განმავლობაში მიეწოდება. არის ესეთი აპლიკაციები, რომელიც რაღაც დროის მერე ამას თიშავს, ანუ ჩაძინების დროს უნდა გამოიყენო და არა მთელი ღამის განმავლობაში, იმიტომ რომ ეს ცალკე ტინიტუსს იწვევს, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ამ ყველაფერს ის. კარგი, მოკლედ მე მგონი დღეს საკმარისია ამ თემაზე საუბარი. ძალიან საინტერესო იყო. იმედია ჩვენს მაყურებელს დავეხმარეთ. ძალიან ბევრი იგნორირებას ახდენს ხოლმე მე არაერთ ადამიანთან მელაპარაკია სამეგობროში, სანაცნობოში, სანათესავში, რომ აი სულ ეკითხები ხოლმე, აი როცა იძინებ, როცა სიჩუმეა, როცა არაფერს ხმა არ გესმის, ხომ არ გესმის, მაგრამ დროს წუვილი და ძალიან ბევრი ადამიანმა მითხრა, რომ კი ესმის, მაგრამ ამისთვის არ მიუქცევია ყურადღება, წნევას ვაბრალებ ხოლმე. რაც არასწორია, მარტო წნევას დააბრალო და მარტო მაშინ მიიღო წნევის მარეგულირებელი, როცა წუვილი გესმის, ხო? მოკეთ დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და უთხრათ, ძალიან მნიშვნელოვანია სმენა და მოუფრთხილდეთ სმენას. მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ასე ვთქვათ, ჩვენს ყურს აღიზიანებს, ღლის, აზიანებს, იგივე ხმაურიან გარემოში მოვერიდოთ უნდა ყოფნას, თუ გვიწევს უნდა დამცავი ყურის ვიხმაროთ აუცილებლად, მუსიკას რაც შეიძლება დაბალ ხმაზე უსმინოთ და ვიმუშაოთ ისეთ გარემოში, სადაც ხმაური აზიანებს. ეს დავამატებთ, რომ ადამიანებს, მათ შორის შენს, გეგონათ, რომ ტინიტუსი არის გონეთშენი. ეს არის უბრალოდ ჰიპერაქტიულობა ჩვენი ვენის, რომელიც რეგულირებაც ასევე ჩვენივე ტვინს შემოწმდება. კი, არც ეგ, ასე ვთქვათ, არც ეს წინადადება არ არის არასწორი, რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ტინიტუსი იკურნება. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის სუბიექტური და ტვინის პასუხია, ასე ვთქვათ, რაღაც გამღიზიანებელზე, მაშინ თუ ჩვენ ტვინს იმ დონეზე გავუწვნით, რომ ყურადღება გადაიტანოს და ნაკლები იფიქროს და ეს წრე გაწყვიტოს, მაშინ ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, რომ ტინიტუსი დამარცხებადია, იმიტომ რომ მისი შედეგი მთავარი არის, რომ აი ეს მუდმივი ფიქრი მასზე და აი მუდმივი ფოთვა, რომ აი ამით მოგიწევს ცხოვრება. თუ ამას ესე ვთქვათ, ყურადღებას, კონცენტრაციას გადავიტანთ სხვა რამეზე, ეს იქნება ფაქტიურად ძალიან დიდი შედეგი. დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ეს იყო პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა. კლინიკა ნეოლაბის ჩვენი სპონსორის ყელის ყურისა და ცხვირის სპეციალისტი ნინი ბესიაშვილი იყო ჩვენთან სტუმრად დღეს. არ დაგავიწყდეთ, გამოგვიწეროთ YouTube-ზე ჯანმრთელობის მატრიცა. ჩვენ ძალიან მალე ძალიან საინტერესო თემებით დაგებრუნდებით ტრადიციულად ყოველ ორშაბათს.